იდიოპათიურ ფიბროზზეც გითხარითო. ფიბროზი არის გარდაქმნა რაღაც ქსოვილის შემერთებელ ქსოვილად, როდესაც არის რაღაცა პროცესი, ანთებითი პროცესები, თქვათ, ღვიძლის ციროზის დროს ხდება, ღვიძლის უჯრედების შემერთებელ ქსოვილად გარდაქმნა, ფიბროზი ეს არის პროცესი. ძირითადად, ფილტვებშიც ასევე ყველაზე რთულია, ღვიძლი უფრო ადვილად აღიდგენს თავის თავს და უნარი აქვს სულ ცოტაც იყოს დარჩენილი ჯანსაღ მდგომარეობაში და პრობლემას მოაცილებს, შეიძლება რომ აღდგეს, ფილტვს ამის უნარი არ აქვს. თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან საინტერესო რამ აღმოაჩინა კაცობრიობამ. ანუ ერთ-ერთი მუხლუხოს ნაწლავში იპოვეს ბაქტერია, რომელიც გამოყოფს ფერმენტს, რომელსაც შეუძლია ფიბროზული ქსოვილი ნაწილობრივ მაინც დაშალოს და თქვა მოასუფთავოს ის ორგანო, რომელიც არის ფიბროზული ქსოვილი, რომელიც თავისუფლად ზეწოლას ახდენს ჯამთელ ქსოვილზე და იწვევს მის ასევე გადაგვარებას და ფიბროზს. და ამ ფერმენტს ქვია სეროპეპტაზა, რომელიც უკვე ბადის სახითაც ჩემდა სასიკეთოდ გამიკვირდა ამას და აღმოვაჩინე და შეიძლება ძალიან თქვა სტატიებში რაც წავიკითხე, ვინც გამოიყენა ძალიან კაი ეფექტებს, კაი შედეგებს დებენ და ამიტომ არსებობს ასეთი სეროპეპტაზა, სხვა კომპანია აწარმოებს და მოძებნეთ თქვენ თვითონ და შეიძინეთ, შეიძლება რომ ძალიან კაი შედეგი მიიღოთ. თუმცა თქვათ ღვიძლის ციროზის დროს კიდე სხვა კომპონენტებიცაა საჭირო, ეს არის კომპლექსური მისადგომი მდგომარეობა და არა ვთქვათ მარტო ერთი სეროპეპტაზა არ გეგუროთ რომ ამერს გამოიყენეთ და ყველაფერი დაალაგდება. პირველ რიგში ორივე შემთხვევაში ნებისმიერი ასეთი პროცესის დროს მიზეზი უნდა მოვაცილოთ, რომელიც იწვევს ამ ფიბროზს. ანუ ეს ფიბროზი რას ნიშნავს? ფიბროზი ნიშნავს ნებისმიერი ქსოვილის შემერთებელ ქსოვილად გარდაქმნას. იმ სხვადასხვა პროცესებიდან გამომდინარე, თქვა, ძირითადად ანთებითი ინფექციების დროს და ასე შემდეგ. ანუ ღვიძლის ციროზს ხო სხვა გამომწვევი აქვს, მიზეზები არსებობს ათასნაირი ციროზი, ხო? ყველა შემთხვევაში თავდება იმით, რომ ღვიძლის უჯრედი ჰეპატოციდი გადაგვარდება თავის ანთების შედეგად თავის სტრუქტურას ერღვევა და ამ დარღვეულ სტრუქტურაში ორგანიზმი ჩაანაცვლებს შემერთებელი ქსოვილი. ამას ქვია ფიბროზი. აი როგორც რომ გაიჭრით ხელს და ნაწილური რჩება შრამს რომ ეძახით. ეს არის ფიბროზული ქსოვილი. დარღვეული კუნთობა კანის და კუნთის რამდენიმე რომელიც დაირღვა და დაზიანდა, ორგანიზმი ეს ჩაანაცვლა შემერთებელი ქსოვილით, რომ ღიობი არ დარჩეს. ონის ნაწიბურს შრამს ზუსტად ფიბროზი ეწოდება იმ შემთხვევაში, თქვათ, რბილი ქსოვილების და კანის ფიბროზია. და ასეთივე ხდება ფილტვშიც და ღვიძლში. ასე ხდება ფილტვში, ღვიძლში და არა მარტო ბევრ ორგანოში, სადაც კი სტრუქტურა ერღვევა, შემდეგ ორგანიზმი მას ჩაანაცვლებს შემერთებელი ქსოვილი და ამ პროცესს ქვია ფიბროზი. შემერთებელი ქსოვილი ჩანაცვლების პროცესს ქვია ფიბროზული პროცესი. კარგად ავხსენი. ძალიან მადლობა.